პრებო მეორე ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ჩვენ ვაგრძელებთ 2025 წლის სწორად გაუმშვიდობებას ფსიქოლოგიურად ისეთნაირად, რომ 2026 წელი ჩვენ ცხოვრებაში მის ყველა სფეროში იყოს გაცილებით უფრო წარმატებული და სიკეთით მომტანი. ჩვენ ვისაუბრეთ წინა დღეებში და ამის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ამ გვერდზე. ვისაუბრეთ ჯანმრთელობის თემაზე, ვისაუბრეთ სექსუალურობის თემაზე. დღეს ვსაუბრობთ ფინანსების თემაზე. კერძოდ ფინანსების ენერგიაზე. მატერიალური კეთილდღეობის და დოვლათის ნება ძალიან მჭიდროდ უკავშირდება როგორც პოზიტიურ ფინანსურ აზროვნებას, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ასევე შინაგან ენერგიას, რომელსაც ასევე ფინანსების ენერგიას ეძახიან. და დღევანდელი დღის ჩვენი დავალება იქნება შემდეგი. დაფიქრდით, გაანალიზეთ თქვენი მატერიალური კეთილდღეობის სფერო ცხოვრებაში, არა მარტო ფინანსები, არამედ ზოგადად მატერიალური სფეროს მდგომარეობა, მატერიალური კომფორტი, იმისათვის, რომ განსაზღვროთ, რითი ხართ კმაყოფილი მატერიალური კეთილდღეობის დარგში თქვენს ცხოვრებაში, რა გაკმაყოფილებთ, რა გაწყობთ, ასე ვთქვათ, რის შენარჩუნებას ისურვებდით და რას შეცვლიდით. რა, ასე ვთქვათ, პრობლემებთან გაქვთ საქმე, რა გსურთ ამ პრობლემების მაგივრად, რა პოზიტიური ცვლილებების განხორციელება გსურთ ამ დარგში. შესაბამისად, შეადგინეთ ასეთი ორი სია პირდაპირ პუნქტებით. პირველი, ამჟამინდელი მდგომარეობა, ყველაფერი ის, რაც მოგწონთ და გაწყობთ, და მეორე, რის შეცვლას მოისურვებდით, ასე ვთქვათ. და დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი საინტერესო სავარჯიშო, რომელიც განგაწყობთ მეტი მატერიალური კეთილდღეობისკენ, მეტი ფინანსური წარმატებისკენ, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსური წარმატების და მატერიალური კეთილდღეობის შენების ერთ-ერთი მთავარი მტერი არის შინაგანი სიღარიბის გრძნობა და მეორე მტერია გარე სიღარიბის აღქმა. ერთიც და მეორეც, ასე ვთქვათ, არწმუნებს თქვენს ქვეცნობიერს, რომ თქვენთვის შეუძლებელია მეტი მატერიალური კეთილდღეობა და მეტი ფინანსური წარმატება. შესაბამისად, სავარჯიშო, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, შეგიძლიათ აკეთოთ სისტემატიურად, იმისათვის, რომ გადააპროგრამოთ თქვენი ქვეცნობიერი ისეთნაირად, რომ თქვენთვის გახდეს შესაძლებელი მეტი მატერიალური კეთილდღეობა. სავარჯიშო არის საკმაოდ მარტივი, კეთდება დახუჭული თვალით, ესე იგი, ხუჭავთ თვალს და ვიხსენებთ ადამიანს, რომელსაც ფინანსურად უჭირს, რომელსაც ვიცნობთ პირადად, ან შეიძლება პირადად არ ვიცნობთ, მაგრამ ვიცით, რომ ადამიანს უჭირს. შემდეგ ჩართეთ თქვენი წარმოსახვა, ფანტაზია და წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანის საქმეები უკეთესად წავიდა, ასე ვთქვათ, მატერიალური კეთილდღეობის დარგში, მის ცხოვრებაში განხორციელდა პოზიტიური ცვლილებები. შემდეგ დაფიქრდით მეორე ადამიანზე, რომელსაც ასევე უჭირს და წარმოიდგინეთ, რომ მისი საქმეებიც უკეთესად წავიდა. შემდეგ გაიხსენეთ მესამე ადამიანი, რომელსაც უჭირს და წარმოიდგინეთ, რომ მისი საქმეებიც უკეთესად წავიდა და ასე დაახლოებით 5-6 ადამიანი, რომელსაც გაიხსენებთ, რომელსაც ფინანსურად უჭირს და წარმოსახვაში, ასე ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ მათი საქმეები წავიდა გაცილებით უფრო უკეთესად. ამის შემდეგ, ეს იყო პირველი ნაბიჯი სავარჯიშოს. მეორე ნაბიჯი არის უცნაური, მაგრამ ძალიან სასარგებლო. რომ პირველი ნაბიჯი არის მიმართული სიღარიბის შიშის განადგურებაზე, ხო? აი, მეორე ნაბიჯი 60 არის შურის განადგურება. რატო არის მნიშვნელოვანი ქვეცნობიერი გაუცნობიერებელი შურის განადგურება? ხანდახან ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ შეიძლება ვიღაცას გშურდეს. როდესაც ხედავთ სხვა ადამიანის მატერიალურ დოვლათს, ფინანსურ წარმატებას და ქვეცნობიერად გვაქვს ამის მიმართ რაღაცა ნეგატიური რეაქცია, ჩვენი ქვეცნობიერი ამას აღიქვავს ისე, რომ ჩვენ არ მოგწონს ფინანსური წარმატება და მატერიალური კეთილდღეობა. შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებაში ამის დაბლოკვას შეეცდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წავშალოთ სრულებით ეს გაუცნობიერებელი შურის შეგრძნება.
როგორ ვაკეთებთ ამას? ასევე ვხუჭავთ თვალს და ვიხსენებთ ადამიანს, რომლის მატერიალური დოვლათიც და ფინანსური წარმატებაც არის პირდაპირ შესანიშნავი. ანუ ადამიანი არის მდიდარი და ადამიანს ყველაფერი კარგად აქვს. ამის შემდეგ ასევე ჩავთვლით ფანტაზია, წარმოსახვა და წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანის საქმეები კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. კიდევ უფრო გამდიდრდა, კიდევ უფრო წარმატებული გახდა. და აი ასე გავიხსენოთ 5-6 ადამიანი, ასე ვთქვათ, რომელიც არის ფინანსურად წარმატებული, რომელიც ძლიერად დგას ფეხზე და წარმოვიდგინოთ, რომ მათი საქმეები კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. და მესამე ნაბიჯი, რომელიც არის ასევე მნიშვნელოვანი, ასევე ვხუჭავთ თვალს და წარმოვიდგენთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, საზოგადოებაში, სადაც ყველას ყველაფერი ყოფნის. რაოდენ უცნაუროთაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს მესამე ნაბიჯი, ამასაც ვაკეთებთ. ხო, აქ დამჭირდება ფანტაზია და წარმოსახვა. შეიძლება პირველ რამდენიმე ჯერზე ცოტა გაგიჭირდეთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ, გონება შეგეწინააღმდეგოთ იმ ამბავში, რომ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ხედავთ გარშემო რაღაცა გაჭირვებას, რაღაც დოვლაც ვერ ხედავთ ის, მაგრამ მაინც ამის და მიუხედავად, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ვაკეთოთ ეს სავარჯიშო. იდეაში, იმისთვის, რომ ამ სავარჯიშოს გლობალური ეფექტი იგრძნოთ, კარგი იქნება, რომ ის აკეთოთ 3-4 კვირა. მაგრამ პირველ გაკეთებაზეც მიხვდებით, იგრძნობთ, რა დიდი ეფექტი მოაქვს მას შინაგანად, იმიტომ რომ ეს სავარჯიშო, ასე ვთქვათ, ანგრევს რამდენიმე ძლიერ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას, ბლოკს, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ფინანსურად გავიზარდოთ. დღეისთვის სულ ეს არის. გისურვებთ კარგ საღამოს, გისურვებთ ფინანსურ წარმატებას ასევე. გაუზიარეთ ეს ვიდეო ყველას, ვინც ფინანსურად, ასე ვთქვათ, რაღაცა პრობლემებს ეჭიდავება, ვისთვისაც, ასე ვთქვათ, არ გენანებათ კეთილდღეობა და ხვალ გავაგრძელებთ ჩვენს წინსვლას ამ რუბრიკებით და ხვალ ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო რაღაცაზე, როგორც არის კომუნიკაციები და ურთიერთობები. გაუფრთხილდით თავს და ხვალამდე.